გავყიდე ჩემი ყველა ნახატი, თითქმის ყველა დაუგროვე ჩემ დედიკოს ფული, რომ წასულიყო თურქეთში. დღეს კიდევ ერთ მარტოხელა დედას გაგაცნობთ, რომელიც რამოდენიმე წელია უიშვიათეს დაავადებას ებრძვის. წელიწადნახევარი ჩემი შვილის ხმა არის მოდა სახში. რა ესე იჯდა, მოდიოდა ხოლმე ჩუმად მეხუტებოდა ხოლმე და იმისთვის რომ მე არ დამენახავ მისი ცრემლები, უბრალოდ ჩუმად ტიროდა და რომ ეკითხები რა გჭირს, არაფერი ჩამივარდა თვალში რაღაცა. ნუ აიღეს და მოკლედ ეს ალბათ ნაღლის ბუშტის ბრალია და ამომაჭრეს აბსოლუტურად მე როგორც გავარკვიეთ უკვე თურქეთში აბსოლუტურად ჯამთელი ნაღლის ბუშტში რომელშიც არ იყო არანაირი ანთება, არანაირი ქვა. აქ ამ კლინიკაში საქართველოში მალს სინდრომი ზოგადად გაჟღერდა? არა. იქ უნდა იყოს ორი ქირურგის ჩართულობა, ანგიოქირურგი და ზოგადი ქირურგი და თითო ითხოვს ოპერაციაზე $30,000. ვინც უყურებთ ამ გადაცემას, ძალიან გთხოვთ, როგორც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩემ დედიკოს. სამი წლიდან დავიწყე ხატვა, ძალიან მიყვარს. მე გამოვაწყე საქველმოქმედო გამოფენა დედიკოსთვის, გავყიდე ნახატები, რომ დამეგროვებინა ფული და ნანუსი გაფრენილიყო თურქეთში. ამ ყველაფრის იდეა. თითქმის ყველა ნახატი გავყიდე, დაუგროვე ფული და ნანუსი წავიდა თურქეთში. შემდეგ რო ჩამოვიდა, უფრო კარგად იყო, მაგრამ მაინც ტკიოდა. ძალიან უნდა რომ გამოჯამთელდეს ბოლომდე, რომ მივიდეს ბოლომდე გამოჯამთელებამდე, მეც ძალიან მინდა და ვინც უყურებთ ამ გადაცემას, ძალიან გთხოვთ, როგორც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩემ დედიკოს. მოდი რა ვაიმე ჩემო ლამაზო, აუცილებლად იქნება ყველაფერი კარგად და აი მაგიტომ ნერვიულობ.